კარმულ ურთიერთობაში ვართ თუ არა? როგორ მივხვდეთ? კარმული ურთიერთობა ზოგადად ბევრნაირი არსებობს. დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ერთ ტიპურ შემთხვევაზე. მოდით ჯერ პირდაპირ ფორმულას გეტყვით და მერე ჩავშალოთ. ესე იგი, თქვენი ურთიერთობა კარმულია, თუ კი თქვენი ქმრის, საქმროს, შეყვარებულის, ცოლის, საცოლის ზოდიაქოს ნიშანი ემთხვევა თქვენი საპირისპირო სქესის მშობლის ზოდიაქოს ნიშანს. და პლუს ამას, თქვენ ამ ზოდიაქოს ნიშანთან ასტროლოგიური თავსებადობა არ გაქვთ, თქვენი ნატალური რუკიდან გამომდინარე. ხო, ცოტა ჩახლართულია. მოდი მაგალითი მოვიყვანოთ. აი მაგალითად, თქვენ ხართ გოგო. მამა ყავთ დაუშვათ ვერძი. გამომდინარე თქვენი ნატალური რუკიდან ვერძებთან ასტროლოგიური თავსებადობა არ გაქვთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრება მაინც და მაინც ვერც ბიჭს დაუკავშიროთ. სტოპ, ეს არ ქნათ. ურთიერთობა კარმულია, არ გირჩევთ. თუმცა მეორე მხრივ, რაც კარმულია, ესე ვთქვათ, მაინც არ აქცდებათ. მაგრამ შეგიძლიათ უფრო მსუბუქ ფორმებში გადაიაროთ. სიტყვაზე ჯობია სამსახურში ვერძი კაცი უფროსი შეხვდეთ და იმასთან დაალაგოთ ვერც მამასთან რაც გააფუჭეთ, ვიდრე ვერც ბიჭს გაყვეთ ცოლად. აქ ლოგიკა ისაა, რომ თქვენ ვერც მამასთან რაღაც აურიეთ. ამიტომ ისევ მამრობითი სქესის ვერცთან უნდა გამოასწოროთ. და ნამდვილად ჯობს, რომ ეს იყოს თქვათ ვერძი კაცი მასწავლებელი, პროფესორი ან სამსახურში თქვენი უფროსი, ვიდრე ქმარი. ხომ მიმიხვდით? ყველაზე კარგი ვარიანტია ვერც მამასთან საერთოდაც არ გააფუჭოთ. მაგრამ ესე გამოწერით არ არის ხოლმე. ხო, გაფუჭებაში არ გულისხმობ, რომ ყველაფერი უნდა დაუჯეროთ, რასაც გეუბნებათ. აქ საუბარია იმაზე, აი თქვენც რო ხვდებით, რომ მასთან მართლა აშავებდით. სხვათა შორის, ერთადერთი, ვინც ამ შემთხვევაში თქვენთვის ვერც ქმარზე უარესი იქნება, მამრობითი სქესის ვერძი შვილია. დამეთანხმებით, შვილი უფრო პრობლემური შეიძლება იყოს, ვიდრე ქმარი. მოკლედ, თუ არ გამოასწორებთ, ბუნება კოსმოსი არ მოგეშვება და უკანასკნელი ვარიანტი შვილია. როცა კოსმოსს უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვეთ. კიდევ ერთხელ, თუ მამა თქვენი ზოდიაქოსთან თავსებადობა გააქვთ, მაშინ პრობლემაც არ არის არც შვილთან და არც ქმართან. ეს მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც მამა თქვენი ზოდიაქოსთან არ გაქვთ თავსებადობა. და ბოლოს, სწორედ ეს საბედისწერო შეცდომა დაუშვა არც მეტი, არც ნაკლები ზიგმუნდ ფროიდმა. ზიგმუნდ ფროიდმა 30 წლის ასაკში იქორწინა მართა ბერნაისზე. ზიგმუნდის რჩეული დედამისის ამალიას მსგავსად ზოდიაქოთი ლომი იყო. ფროიდს ლომ ქალებთან ასტროლოგიური თავსებადობა არ ჰქონდა, თუ კი მის ნატალურ რუკას გავაანალიზებთ. სხვათა შორის, ფროიდის უმცროსი მეგობარი და მოსწავლე, კარლ გუსტავ იუნგი გვიზიარებს, რომ ფროიდი თავისი პირადი ცხოვრებით ბედნიერი არ ყოფილა. იმავეს ირწმუნება ფროიდის არაერთი ბიოგრაფი. რა გასაკვირია, როგორც ვხედავთ, ფროიდის პირადი ცხოვრება მისთვის კარმული იყო. მოდი ფროიდის შეცდომას გავიმეორებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.